ავტოინდუსტრიის მნიშვნელოვან ამბებს ვაჯამებთ წლის ბოლო კვირაში TGT ჰოლდინგთან ერთად წლის გამორჩეულ ავტომობილებზე კიდევ დაგიბრუნდებით საახალწლო და მაინც საქმიან ეთერებში, თუმცა ამ დროისთვის რა ამბებს მოუყარეთ თავი, ამაზე ბექა თავად მოგიყვება დილამ მშვიდობისა. დილამ მშვიდობის, ვიწყებთ ავტომწარმოებელი Tesla-თი, რომელიც 120,000 გაყიდულ ავტომობილს უკან იწვევს. მიზეზი სავარაუდოდ წუნდებული კარებია, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო რეგულაციებს ვერ აკმაყოფილებს. ავტომაგისტრალის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ Tesla-s ავტომობილების კარები ავტოსაგზაო შემთხვევების დროს შესაძლოა თავისუფლად გაიხსნას, რაც მგზავრის დაშავების რისკებს ზრდის. ავტომობილები, რომლებსაც კომპანია უკან დაიბრუნებს Tesla Model S და Model X არიან, რომლებიც 2021-2023 წლებში გამოვიდა. Tesla აცხადებს, რომ ამ დროის განმავლობაში აღნიშნული მიზეზით დაზიანების შემთხვევების თაობაზე კომპანიისთვის ცნობილი არ არის. კვლავ Tesla მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანია საუდის არაბეთში ელექტრომობილების ახალი ქარხნის აშენების ინიციატივას განიხილავს, როგორც ირკვევა ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებსა და საუდის არაბეთის მთავრობას შორის, რათა ამბიციური გეგმა რაც შეიძლება მალე იქცეს რეალობად. მართალია მოლაპარაკების დეტალები ამ დრომდე უცნობია, თუმცა საუდის არაბეთის მთავრობა ადასტურებს, რომ ამერიკული კომპანიისთვის გარკვეული შეთავაზება იქნა გაგზავნილი და ის მოიცავდა როგორც სუბსიდიებს, ასევე საგადასახადო შეღავათებს და სხვა უპირატესობებს. საუდის არაბეთის ეს გადაწყვეტილება ეკონომიკის არასანავთობო სექტორების დივერსიფიკაციის პოლიტიკას უკავშირდება, რომელსაც ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი სახელმწიფო უკვე წლებია რაც მისდევს. აღნიშნული სტრატეგიის ერთ-ერთ ნაწილს ელექტრომობილების ადგილობრივი წარმოების ინდუსტრიის შექმნა წარმოადგენს, რისთვისაც ამ დრომდე საუდის არაბეთმა ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის ლუსიდის საკონტროლო პაკეტი შეისყიდა. ევროპის სატრანსპორტო სექტორი კონტინენტის ნახშირბადის ემისიების 25%-ია პასუხისმგებელი, დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომობილები კი საავტომობილო ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სურსათის და სხვა ტვირთის გადაზიდვის შეზღუდვა წარმოუდგენელია, რადგან ამ პროცესს საკვებისა და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტამდე მივყავართ. შვედური ავტომწარმოებელი Scania ამ გამოწვევის საპასუხოდ რამდენიმე გზას განიხილავს, როგორც კომპანიის წარმომადგენელი Euronews-თან აღნიშნავს, ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც ტრადიციული შიგაწვის ძრავაზე მომუშავე სატვირთოების ჩანაცვლებაა შესაძლებელი, მზის ენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტია. ერიკ ფალკრიმის თქმით, უკვე არსებობს ელექტროსატვირთოები, რომელთა წარმოებაც 10-15 წლის წინ ზედმეტად ძვირიჯდებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ბევრისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა. Scania-ს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მზის ენერგიაც დროთა განმავლობაში უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი ხდება, რის გამოც კომპანია ამ მიმართულებით მუშაობას იწყებს. მზის ჰიბრიდული სატვირთოები შვედეთში ტესტირებას ამ მომენტშიც გადის და ეს პროცესი 2024 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება. კანადის მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც 2035 წლიდან თითოეული ახალი ავტომობილი, რომელიც ქვეყანაში გაიყიდება, ნულოვან ემისიას უნდა გამოიმუშავებდეს. ამის თაობაზე Reuters იტყობინება ელექტრომობილების ხელმისაწვდომობის სტანდარტის კანონის მიზანი კანადურ ბაზარზე ელექტრომობილების მარაგის შევსება და მათ შესაძენად მოლოდინის დროის შემცირება. კანადურ პროვინციებში, ბრიტანეთის კოლუმბიასა და კვებეკში მსგავსი რეგულაციები უკვე ამოქმედებულია. რეგულაციების თანახმად ნულოვანი ემისიის მქონე ელექტრობატარეებსა და წყალბადზე მუშავე მოდელებმა ახალი ავტომობილების გაყიდვებში 2026 წელს 20%-იანი წილი უნდა დაიკავოს, 2030-ში 60%-იანი, 2035 წლისთვის კი 100%-იანი წილი. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით ავტომობილების გაყიდვებში ელექტრომობილებს 13%-იანი წილი უჭირავს, რაც 10 წლების ბოლომდე სავარაუდოდ 45%-მდე გაიზრდება გლობალურად. არნოლდ შვარცნეგერის ბრუტალური და ექსკლუზიური ყველგანმავალი იყიდება უნიმოგ კალიფორნიის ექს-გუბერნატორის გარაჟში ყველაზე გამორჩეული ეგზემპლარია. ავტომობილის სპეციალურად ცნობილი მსახიობისთვის და სპორტსმენისთვის შეიქმნა და სალონს მისი ხელმოწერაც ამშვენებს. სატვირთო უნიმოგ U1300-ზე 1977 წელს გამოშვებული ავტომობილის ანალოგიით შეიქმნა 2012 წელს გერმანული კომპანიის მიერ. Mercedes-მა ყველგანმავალს ტყავის სალონი, ვიდეო კამერები და ლავაპუნქტის აუდიო სისტემა დაუმატა. ტექნიკური მახასიათებლები დარჩა იგივე. არნოლდ შვარცნეგერის უნიმოგს 320 ცხენის ძალა აქვს, 6.4 ლიტრიანი 6 ცილინდრიანი დიზელის ძრავი, 5 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, 22 დიუმიანი დისკები და უგზოობის საბურავები. წამყვანი თვლები 4-4-ზეა ცხადია. შვარცნეგერის ავტომობილი ბარეტ ენ ჯექსონის აუქციონზე იყიდება, მისი საწყისი ღირებულება აუქციონის ვებგვერდზე მითითებული არ არის.